პრეტენზიები აქვთ იმათ, ვისაც საერთოდ არ აქვს ლაპარაკი. აი ისმის რეპლიკები აქეთ იქიდან. თუ დაკვირვები ხართ იმას იძახით რომ თანხა არ აქვს. რა არის ამ თანხის? არა ნამდვილად. თანხა არ აქვს, რატომ არ აქვს? გადავხედოთ, დავიწყოთ აქედან. გამოიყვანეთ ერთი თუიცია რა ფუნქციები აქვს. რა ქვიათ, მათ სამსახურებს რა ქვიათ და რაში იღებენ? 750-ებს და 1000-ებს. აი რაში იღებენ გამარჯვება. საიდან ექნება რაიონს ფული? გაიხედეთ, გარეთ რას გას რაიონი? ინფრასტრუქტურა არ მაგას. რაში ის კონკურსით არის, მოწყობილ გაყვარგორია თუ ტილემ გამოცხადა. კონკურსი გაიარეს გამოსვლები ჩააბარის და რასაკეთებენ? მე საიმისოდ რომ გაიარეს, რასაკეთებენ? რა ფუნქცია? მომისმინეთ, არა, ერთი წუთით მე საქმეა. არის ოჯახი, გაჩვენდი, არის ოჯახები, სადაც ყველა დასაქმებულია და ყველა გაბიობა და დღეს მუშაობს რას მუშაობს? უყურებ, რასაც მუშაობს. ძალიან. მე არის ოჯახები, სადაც ყველა დასაქმებულია აბსოლუტურად. არის ოჯახები, სადაც ერთი წევრიც არ არის ოჯახის დასაქმება. რაც ხომ თქვენ ხალხის საქმე, საჩან თქვენი წუქლი ხალხის მიერ. არის ოჯახები, 5 ლარი ენატრებათ იქნება და თქვენ 1000-ები არ გაკმაყოფილებთ და ეძახით კიდე იმათ. გაჭირვებული ხალხი ზოგი შეყრილია IP-ებში, რომ რაღაც საარსებო ხონდეთ და კიდე იმათ მოუყრონ ფული. თქვენ მოიკენით, გენაცვალეთ. 2000-ები არ გაქვთ, მოიკენით, თუ გაწუხებთ ხალხის ბედი და ხალხს მიეცით, ელემენტარული პურის ფული მიეცით ხალხს. ასეთი მსჯელობა არ შეიძლება. თუ გაწუხებთ, ასე მოიკენით. 1300 ოჯახი მოხდება, 300-ს ვერ მოიპასა და მოხდება. თუ დაგხდება წინის გაბოროტებული ხალხი. რაიონში რომ ხალხი დაუსახლებელია და საიდან მოყვანილი ხალხი ყურებია? საიდან მოყვანილი ხალხი, როცა ლენდახელები დაუსაქმებლები არიან? არანაკლები შესაძლებლობების, არანაკლები არც გონებრივი და არც ფიზიკური შესაძლებლობების. და მე ყველას პატივს ვქცევთ, მაგრამ ჯერ დააკმაყოფილეთ ლენდახის მოსახლეობა. ადგილობრივები, ახალგაზრდები რომ უსაქმურად არიან და ელემენტარული პურის ფული არ აქვთ, ისინი დააკმაყოფილეთ. მე მოიყვანეთ თბილისიდან, წყალტუბოდან, ხონიდან და ასე შემდეგ. აი ეს გააკეთეთ. და მაშინ არ იქნება ასეთი დეფიციტი. ის 550 ადამიანი აიტებში ვარ დასაქმებული და 120 ადამიანი, რომელიც ამ სტრუქტურაში ანუ მთლიანობაში 650, მე 250 რესურს ცენტრში ეს მთლიანობაში 1100. ესენი ვინ არიან? ჩინელები არიან? მე ვიცი რომ ეტექსტ მოსახლეობა. IP-ებისთვის კი ბატონო, IP-ების სანატრელია, 100 ლარით სანატრელია, 5 ლარით სანატრელია. მაგრამ ისეთ ხელფასებზე, მართლა მაღალი ხელფასები როა და IP-ებს ეუბნებით დაუკეთო, იმათ კი ნუ მაგნებ. ჩამოსული ხალხი რო ყავთ, ისინი გაუშვით, ან იმათ დაუკენით და ესენი დაასაქმეთ რაიონის ხალხი. ჩამოსულები, დიახ, აი ახლა საარჩევნების დროს მოვიდნენ, დასაქმდნენ, რა შვაშია ჩინელები. ლენდეხი რო ახლა გააცდენდათ. აი ესეთი. ისე მე ჩამოსული ვარ. კი ბატონო, თქვენ ჩამოსული ხართ, ამირანი ჩამოსულია, ბატონი ქუჩა ჩამოსულია, ყველა შენი ჩარტი ლენდეხის ინტერესებს, შენი ვიცავდი და სხვათა შორის ლენდეხის სახელით გავხდი პროფესორი. კი ბატონო, მე აკადემიკოსობაც მომელოდი. საუბრობდი რომ ჩამოდიოდი იქ სულ ყველა შენს სხვაებს. კი ბატონო, მაგრამ იცი რა არის არჩევნების დროს გახსენებათ ლენტეხი, მაშინ მოდიხარ. თანამდებობები და ხალხი არ გაინტერესებს. აი ეს არის დროს. ჩვენმა მთავრობამ რომ საყოფო გაყიდა, ჩვენ 3 მილიონიან საყოფო აშენებთ. მოდი მე ჩემი საქმელი გიხარით. დარაცხიდით, ჩვენ ახალგაზრდულ საქმებს ვაშენებთ. რაიონს კეთილ მოვაწყობთ და წყლების შემტყავს სოფლებს და აშენებთ. იქნებ ინფრასტრუქტურული პროექტები დაგეთვალა. ინფრასტრუქტურა გადახედეთ, ელემენტარული რას გავს რაიონი? რას გავს რაიონი? ზამთარია. კვალეთი არ არის. თორე ზაფხულში იყო აყოლებული ეს რაკეტა. თქვენი ქუჩა დაუგვერი. წინა. იმის პორზე სადაც ეს მანქანები არ იყო, ურნები არ იყო. და პრიმიტიულად რო უხდებოდათ ლაპატკითა და ზურგით თრევა იმისი ნაგვის. ყველაფერი მაშინ. ამირა. გულთან მიიტან და თითოეულ ოჯახში ჩაიხედებით. ასე გულგრილა და არა, ასე ყურებით. ჩაიხედეთ ერთი და რა ხდება, არა, ოჯახებში ის. მაგაში
დადებებია და რაღაც. აქ გაფიქსირებული და დიდი ხელფასებით არა არც ერთი თანამშრომელი არც საკრებულოში არც სამგრელობაში ვიცოდი არ არის და რატო გეუბნები აბა გაიგეთ სხვა რაიონებში რომელი ღებულობს დიდი დანამატები ერთადერთი რაიონი ვარ ვიცოდი სადაც პრემიერ-მინისტრი დიდი ხელფასები ყოველ შემთხვევაში სომისათვის გერბით მაგალითად 450 მაკლია ჩემს სახელმწიფოზე ნებისმიერ კომისიის თავმჯდომარეს ნებისმიერ ფრაქციის თავმჯდომარეს სამსახურის უფროსებს ზღვარი მაქსიმალური არა გაიგე რო იცოდეთ იქიდან რამდენი ოჯახი ეხლა დავუშვათ ნებისმიერ ამდენი ფრაქციის თავმჯდომარე ამდენი კომისიის თავმჯდომარეა რამდენი საქმეა 350 რამდენი საქმეა 400 რამდენი ოჯახია და რამდენი ეს ყველა სამსახურის უფროსს რამდენი მოადგილეებს თქვა შეიძლება სამსახურის უფროსებს ეგ არ არის ალაბარაკო იმიტომ რომ სტუბრელი არის და რაც დადებითია ყველაფერში ზედაში რომ ყველა პურის და პური იყიდოს და ქვილი შეიტანოს სახში ეს მაქსიმალურად ვერაში და ეგლა როგორ არის მაქსიმალური პურის ფული ყველა ის სამსახურში მოდის მასაც შვილები შემოკარგო მასაც